მოგესალმებით მეგობრებო და დღეს უყურებდი საგამოძიებო კომისიის ხდომას და ამასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო და კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით თუ როგორი გაიძვერა გიორგი თარგამაძე და როგორ გაყიდა პატარკაციშვილი. ყოველთვის ვიცოდი რომ პატარკაციშვილის და TV-იმედის განადგურებაში თარგამაძის ხელი ერია, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავწუნდი ამაში. და გავიხსენოთ ის ჩანაწერი, ხო, რუსთავიორმა რო გაუშვა დამონტაჟებული, სადაც კოდუა და პატარკაციშვილი საუბრობენ. ეხლა გახდა უკვე ცხადი და აშკარად უკვე ყველა ამას იძახის, რომ ეს ჩანაწერი პატარკაციშვილმა გამოუგზავნა თარგამაძეს, რომელსაც ეს უნდა გაეშვა ტელევიზიით, მაგრამ თარგამაძემ ეს ჩანაწერი გააჩერა, არ გაუშვა, გადასცა ნაცებს და დაელოდა იმას, რომ გაეშვათ რუსთავიორზე ეს ჩანაწერები. ენდობოდა ბადრი თარგამაძეს, მაგრამ თარგამაძემ თხასავით გაყიდა და რატომ გაყიდა? ამის ორი ვარიანტია, ხო? ერთი არის ის, რომ დიდი ფული შესთავაზეს და ფულის სანაცვლოდ რისიც მე ნაკლებად მჯერა. და მეორე ვარიანტი არის ის, რომ კომპრომატი ჰქონდათ თარგამაძის წინააღმდეგ. ამის მე უფრო მჯერა და მგონია რომ სწორედ კომპრომატის ძალით გამოიყენეს თარგამაძე და დღესაც აი ამ კომპრომატებით ყავთ გამოჭერილი ყვერებით და რასაც უნდა იმას ალაპარაკებენ დღესაც, ხო? გარდა იმისა, რომ თარგამაძე პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანაწერი გააჩერა იქამდე და სანამ რუსთავიორი გაუშვებდა და არ გაუშვა თარგამაძემ ეს ჩანაწერი, რისი იმედიც ჰქონდა პატარკაციშვილს, რომ თარგამაძე ამ ჩანაწერს გამოაქვეყნებდა. გარდა იმისა, რომ რუსთავიორმა დაასწრო თარგამაძეს მისივე მასალის გამოქვეყნება, ამის შემდეგაც თარგამაძეს რეალური ჩანაწერი არ გამოუქვეყნებია და პირიქით გამოვიდა და რაღაცა ნაცების სასარგებლო განცხადებები გააკეთა, რომ თურმე ვინ ყოფილა ბადრი პატარკაციშვილი და თურმე ვისთან მუშაობდი. მაშინ, როცა თარგამაძემ ზუსტად იცოდა იმ ჩანაწერის შინაარსი, რომელიც ჩანაწერის საფუძველზეც ვითომ ესეთი აღშფოთებული იყო და ამის გამო რომ მე ვითომ ამ ჩანაწერის გამო რომ დატოვა ტელევიზია. აი ესეთი ნაბოზარია გიორგი თარგამაძე და არა მხოლოდ თარგამაძე და იქიდან გამომდინარე, რომ ტოტალურად ყველას უღებდნენ და ყველას უსმენდნენ და ყველას უთვალთვალებდნენ, ყველა გამოჩენილ სახეს ადვოკატი იქნებოდა თუ მომღერალი თუ რა ვიცი, მსახიობი. არა მხოლოდ თარგამაძეა, რომელიც დღემდე აი ამ შანტაჟის ქვეშ ყავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ თარგამაძის გარდა კიდევ ბევრი ჟურნალისტიც და გამოჩენილი სახეც, რომელიც დღეს ნაცების წისქვილზე ასხავენ წყალს, აი ამ კომპრომატების შიშით და ამ შანტაჟის ქვეშ არიან დღემდე და ვერ აჯობეს ამ ადამიანებმა დღემდე თავის თავს და ვერ დაძლეს რაღაც გაუგებარი კომპლექსები და არიან აი ესე ნაცების ყურმოჭრილი მონამორჩილები. ამ ხდომაზე საუბრობდა ასევე ერთი ქალბატონი, იმედის თანამშრომელი, რომელიც იძახდა ასეთ რაღაცას, რომ მეო დამიძახესო და სამსახურსაც თავაზობდნენო და კრედიტებსაც გადაგიხდითო და აქ მე ჩემი თავი გამახსენდა და ზუსტად იგივენაირად თავაზობდნენ მე თანამდებობასაც და კრედიტების გადახდასაც და იმას, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა სასიკეთოდ თუ ნაცების დავალებას შევასრულებდი ქოცების წინააღმდეგ. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მეყო მე იმის გამბედაობა და იმის კაცობა, რომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. და მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ ვანო მერაბიშვილს და მაგის სისტემას და მაგ ახალაიებს და ყველას აი ამ სისხლიან მახინას, რასაც ნაცების რეჟიმი ერქვა,
ჭკუაშიც ვაჯობე, მოხერხებაშიც ვაჯობე და კაცობაშიც ვაჯობე და ამისთვის ღმერთის მადლობელი ვარ. და ასევე კომპრომატების გზითაც ცდილობდნენ ჩემ დაშანტაჟებას, უბრალოდ აგროვებდნენ კომპრებს, მე გადამიღეს სხვადასხვა სიტუაციებში, მაგრამ რო ნახეს, რომ იქ იმ მასალაში ისეთი არაფერი არ იყო, რითაც შეძლებდნენ ჩემ დაშანტაჟებას, მე გადავიდნენ უხეშ ძალაზე და მომიპარეს და მაწამეს და მათრიეს წინ და უკან და მაგიტომ და არა მხოლოდ მაგიტომ მერაბიშვილის და ნაცების დედას შევეცი მე და იმათი დედაც მოვტყან ვინც კიდე ნაცებს რაღაცა აღმერთებს და ვისაც ნაცები უყვარს. მე მინდა რომ აი იმ ბავშვებს მივმართავდი რა, იმ ბავშვებს რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა გონიათ ისეთი ძალა, რომელმაც ეს ქვეყანა გაანათა, ააყვავა და რაღაცა ესე დემოკრატიის შუქურა იყო სააკაშვილი. აი ვისაც ეს წარმოდგენა აქვს, იმ ბავშვებს მოუწოდებდი და ვთხოვდი, რომ უყურონ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის ხდომებს და საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ეს კომისია ლეგიტიმური პარლამენტშია შექმნილი თუ არალეგიტიმურში თუ მართლა რუსები რო იჭდნენ იქ ეს ფაქტს არ ცვლის იმ ფაქტებს რომ იმ კომისიაზე მიდიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სახელები და გვარები, კონკრეტული ისტორიები და კონკრეტული ადამიანური ტრაგედიებით და უყურონ, მოусმინონ ამ ადამიანებს და ძალიან კარგად დაინახავენ სინამდვილეში, რასაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა. ეს არის რისი თქვაც მინდოდა დღეს ამ თარგამაძე ნაბოზართან დაკავშირებით და ზოგადად ნაცების რეჟიმთან დაკავშირებით.